ჰაიუშკი, ჰაიუ. ეს მაცივაში ანებია ცივია. კვერცხს ვიწვა, კვერცხთან მინდა, მაგრამ გავიყიდე ჯერ ეს ვჭამო, იმიტომ რომ კბილები არ დამძურეს. ცივი და ცხელი ერთად. გაყინულია. ახლა კვერცხი დამეწოლა. Robię kasza. გარეთი ისეთი ქარია. ნახოთ რა გამომიგზავნა ჯეომ. ამის ისტორიას მოგიყვებით შენ. ვნახე აქციაში რა იყო ფსილიუმი მივწერე ერთხელ და ისა, რა ვიცი. მე კიდე მეორედ მივწერე და მიცნეს და მითხეს რომ გამოგიგზავნით. არა და Facebook-ზე ხალხი ვემცნობს ხოლმე, იმიტომ რომ მე ხო Facebook-ზე ვიდეოებს არ ვდებ ხოლმე, მაგრამ Facebook-ზეც მიცნეს. ფსილიუმის ქერქი 95%. წარმოების ქვეყანა ინდოეთი. დამზადებული 31.05.25. ვადა 31.05.27. დაფასების თარიღი. ყველაფერი ეწერე ჯეოსგან. ფსილიუმი. ქერქი. მე კაი სუნია ქსუნელების. ესეც იგივე. ორი ცალი. ვნახოთ. არასოდეს მიმიღებ ფსილიუმი და ვნახოთ აბა. როგორია. როგორი გემოაქ? ჩემთვის ეგ მნიშვნელოვანია. ბაიმე, ესე იგი გავგზავნე, სუნელებსაც გამოგიგზავნით, რომ მითხეს რომელიც გიყვართო და მეთქი უამრავი სუნელი მაქვს სახში. თან მით უმეტეს ხო იცით როცა ჯანსაღად იკვებები, სუნელები ძალიან უხდება საკვებს და ბევრნაირი მაქვს თქო და ვაჩვენე ფოტოები ჩაუყარე როგორები და გამომიგზავნეს ეს შვალი აჯიკა. ეს საყვარლობებია. და მეორე. ჩემი სიყვარული ფლავის საკმაზი. ჩემი სიყვარული კარტოფილის საკმაზი. ქათმის საკმაზი. ამის გარეშე მე არ ვაკეთებ ხოლმე ქათამს არასდროს, ანუ ვეგეტა, ვაიმე, ეს არ მითქვამს თვითონ ჩაუძიათ, ეს არის ძალიან კარგი, როგორც წავიკითხე, წვნიანებისთვის. სტაფილო, შაქარი, ხახვი, კინძის ფოთოლი, ოხრახუში. ხო. მოხეთ როგორია. სული მაინტერესებს. რა კაი სუნია. ბოსტნეულის სუნია. ხმელი ბოსტნეულის. ვეღარ დავახურე. ხო, და ეს არის მორინგა. წარმოების ქვეყანა ეგვიპტურია. რაღაცა მაჩას ანალოგია, ოღონდ კოფეინს არ შეიცავს და ამასაც გამოგიგზავნით. ეს არასოდეს არ მქონია ამასთან არანაირი შეხება და ორი შეფუთვა არის ეს და მე გავსინჯოთ და დავაგემოვნოთ ესეც და ფსილიუმით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გემოებს. სიყვარულით ჯეო. ასეც ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ნუ სანელებლები ძალიან მიყვარს. ეს ძალიან კაი რამეა. ყველამ ვიცით. ხო და აბა წყალში შავასხავ ნახო, როგორია ეს სული მაქვს. ნახეთ. დავაყენე ფსილიუმი.
გაბლანტდა, როგორიც უნდა იყოს. ჩემთვის ამშვენია გემო როგორია. ეს კიდევ უნდა დავლიო, თორემ მე მგონი სულ აღარ დავლევ ისეთი პლანტი გახდება. უი რა კაია, არაფრის გემო. სანელებლების გემო აქვს. ფაფასავით არის. დასწრებს. გესმით? წვიმა დაიწყო. მე ხა მოსჩი ვარჯიშს და გამოვედი გარეთ და სატკბობად და წვიმა დაიწყო. ჩემი სულის მელოდია წვიმა. აბა როგორ ახათ ხალხო? როგორ გიგიხოთ? მომიყევით, აშვებით, სად ხართ? იცი ხართ დაკავებული? რას აკეთებთ? მე ვმუშაობ დილიდან. გამოვიდა მეორე ჩემნაირი თორნიკე. დილიდან აი ხო წამოვწიე თავი. ეხლა არის 9:30. გარეთ გასვლა მინდა, რა მგონი გადაიღებს რაღაცა ისე წვიმს, ხა? კი, მაგრამ მაგრამ მარებას ვერ შეიძლება დიოდეს. მეც არ მჯეროდა რომ მომესმა ეს ხმა, თავიდან მეგონა რომ მომიჩვენა. მე ძალიან თამთანი გიოდი. ნიჩემაი. მე ვარ ეს, მე მიყვარს ძალიან ადამიანები, ვისაც წვიმა ესე შემსავით უყვარს, აი ზან. სულ რამდენიმეს ვიცი. მე თუ რა კაი ეს მივავი, ეს წვიმის წვეთები. ეს სუპარზე. მიდიხართ ხალხო? და თუ მიდიხართ, როდის მიდიხართ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ცივა და 16 შატვით ცუდა მინდებს აჩვენებს. თუ იცით სახლების ფასი წელს რა არის? მინდა რომ წელს ისეთ სახლში ვიყო, სადაც კონდენსიონერი ძირითად ფართს აგრილებს. ანუ შარშან სადაც ვიყავით, ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ოთახები იყო ესე, ანუ ერთმანეთის მიყოლებით ჩაწყობილი და ანუ ერთ ოთახში იყო ისა კონდენსიონერი და მეორე ოთახს უკეთდებოდა ისა რა ქვია, სკვაზნიაკი. სკვაზნიაკი სადაც იყო ისიც გრილდებოდა, კონდენსიონერი სადაც იყო ისიც გრილდებოდა, ჩვენი ოთახი იყო პარნოი, რომ მოადგებოდა მზე. არც საიდან არ სკვაზნიაკებოდა, ისიც ხელოდა სული ამომდიოდა შუადღეშის. მე რევა სხვა ოთახში არ იძინებდა, მაინც იქ იძინებდა და იქ ხვიჩქებოდა ბავშვი. შესაბამისად, რამე ისეთი მინდა, სადაც ზოგადად სიგრილე იქნება რა. ხო, არ ვიცი როდის წავალ. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად ბავშვები უნდა წავიყვანო ყველა ვარიანტში. თქვენც წაგიყვანთ, თქო ეს 24/7 კამერით რო დავბოდი, ესე ვერ ვიყვენ, იმიტომ რომ უნდა დავისვენო. აქაც სულ ძალიან ვიღლები და ან ჩემი ტვინის 3-4 რაღაციდან ერთმანეთზე გამოდმებით გადართვა გადმოსვლაშია და იქაც დავიღლები ვიცი და შესაბამისად მინდა რომ დავისვენო. გადავიღებ აუცილებლად ბლოგებს, ოღონდ პატარას ფრაგმენტულს და არა ისეც მთლიანს, როგორც ადრე ვიღებდი რა. ხო, თუმცა აუცილებლად გადავიღებ, იმიტომ რომ თვითონ მეც მინდა რომ დამსჩეს, მე სამახსოვროდ ასე ვთქვათ. ხო,
იმესი მაქვს. ხასიათზე ვარ. აი ხა მწერენ ამ მომენტშიც სხვადასხვა ადგილებიდან სადაც უნდა ვუპასუხო. ხო და ასე. იცით რა არის? შეიცვალა ჩემი ცხოვრება, სხვანაირი გახდა. და ეს იქიდან არის გამომდინარე, რომ მე შევიცვალე და მე გავხდი სხვანაირი. ამას ვხვდები. ანუ როცა შენ სხვანაირი ხდები, მე ამატერიალიზებ შენს გარშემო რეალობას. ანუ ჯერ შენ იცვლები და მე იცვლება შენი რეალობა. შეიძლება ვიღაცა ეგონოს, ჯერ შენი რეალობა შეიცვალა, მაგრამ შენი რეალობა არ შეიცვალა, თუ შენ შინაგანად არ შეიცვალე. და როცა შენ შინაგანად შეიცვალე, შენი რეალობაც იცვლება. ძალიან ძნელია რომ არ დაიკარგო. ერაპონჩი გეუბნებით, იცით? ანუ ხო ძალიან ბევრი რამეა თავს მოხეული დღევანდელობაში, რომ აი ეს ასეა, ეს კარგია, ეს ცუდია, ეს ასეა საჭირო და ძალიან ძნელია რომ მან შენ თავად დარჩე. და მე ყოველთვის ვაღებებ ხოლმე იმას, რომ ჩემ თავად დავრჩენ და ჩემთვის ყველაზე მთავარი ეგ არის და ჩემი ყველაზე დიდი ფასეულობაც ეგ არის, რომ ჩემი თავი ვარ და ჩემ თავად უნდა დავრჩე. ხო. და აი ეს რომ ეხლა მე ვიგრძენი მაგალითად სულიერად ვიგრძენი, რომ თქვენთვის უნდა დამუშავებდი და რაღაცა ჩამეწერა. და ამას რო ვაკეთებ, ანუ მე ამას ვერ გავაკეთებ დაგიგუნილად, მე ამას ვერ გავაკეთებ მეორე დუბლით, მე-10 მით უმეტეს, ანუ ეს რომ მოდის მდინარება შთაგონების, უნდა წამოვიდეს. ხო. ეს შემოქმედებითი ადამიანების ის არის რა. თუ ამ დროს არ გავაკეთებ, მე აღარ გავაკეთებ და სხვათა შორის ესე ძალიან ბევრი რაღაცა დამრჩა უთქმელი და გაუძლიერებელი. იმ წუთას რომ ვერ გავაკეთე რაღაცა მიზეზის გამო, გაძლიერდა წვიმა. ნელ-ნელა ჩემს ხელს ეტყობა ამ ვარჯიში. არ ვიცი, საერთოდ ხო იზახიან, რომ წლები უნდა რომ რაღაცა დაგეტყოს ფორმები და რაღაცა. მე ვარ ადამიანი, რომელიც მინიმალურად ნავარჯიშებიყო ყოველთვის, ანუ ყოველთვის ნული ფიზიკური აქტივობა ქონდა, მაგრამ ყოველთვის ძალიან ადვილად მე მჩნევა ხოლმე. მე არ ვამბობ, რომ ბატიბუტები მიხდება, მაგრამ მე მჩნევა. ანუ ფეხები ხო ჩემი ყველაზე პრობლემური ზონაა და ფეხებზეც კი მე მჩნევა უკვე, აუ ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ჯერ სამუშაო ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ძალოვანი ვარჯიშები სულ ცოტა ხანია რაც დავიწყე. ანუ კლება რო შევწვიყე, მას მერე დავიწყე ძალოვანი ვარჯიშები, იმიტომ რომ კლების პროცესში არ იყო ჩემთვის კომფორტული. და ანუ მაინც უკვე მეტყობა და ძალიან მოწონს, აი ძალიან. იმიტომ რომ სხვანაირი ფორმა აქვს, იცის ყველა მე. უბრალოდ თქვენ გრძნობ, არ ვიცი, თქვენს გაქვთ თუ არა ეგ შეგრძნება, რაც მერო. რამდენად ძალიან ბედნიერები ვართ, ეხლა მე რო აფსივარ და თქვენ რო გესაუბრებით, თქვენ რო იგზიხართ და რო მისმენ, რამდენად ბედნიერები ვართ, რომ საცხოვრები ვართ, აქ ვართ, რომ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, ვარჯიშზე, კვებაზე, ანუ კარგად ვართ, ხო? კარგად ვართ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ და რაღაც ნამდვილად ბედნიერება არის ეს. აი გარეთ წვიმს, აი ჩვენ აქ ვართ, ჩიტერის ხმა. არ ვიცი, მეტი რა არის, მე არ მაბედნიერებს სხვა რაღაცეები. მე არ მაბედნიერებს მატერიალური რაღაცეები. რა თქმა უნდა, მიხარია, ყველა ადამიანს უხარია. რა თქმა უნდა, ანუ მიხარია უგულისხმობ იმ კუთხით, რომ მაგალითად შენ შვილს საჭმელი რო აქვს და შენ რომ მშვიდად ხარ, ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა. მაგრამ ანუ გულისხმობ აი ეს შინაგანი სიხარული აი ამ ერთს რომ მოაქვს, ესეთი არ მოაქვს არაფერს. მაგრამ აი მაგალითად ახლა ზღვაზე წავხვიდე, მაგასაც ხო რაღაც სჭირდება რა, ის ზღვა რომ ნახო, აი ის ბედნიერება რომ განიცადო, აი მაგასაც ხო ჭირდება რაღაც კი არა, ეხლა რა ვიცი, ყველაფერი ისე ფასებია რომ რა ვიცი.
ულამაზესად წვიმით. მინდა აქ ვიჯდე, რამე მოვიხურო პლედი, იმიტომ რომ ფაქტიურად ტიტველი ვარ. ასე. და ეს აი აქ მინდა რომ ვიჯდე, ყავა მინდა გავიკეთო, რამე მოვიხურო და აქ ვიყო. შემსუსტად პირდაპირ აიქით აილანზე ბაბუაძის და იყურება. ისიც შემსავით ტბებად ცხოვრებით, აი ვამჩნევ. მე ვამჩნევ ხოლმე ადამიანებს, რომელიც ტბებიან ცხოვრებით. და ძალიან ცოტა ეგეთი ადამიანი. უმეტესად სულ ადამიანები ვიღაცაზე ბრაზობენ, გულში წყენა აქვს და ამას ატრიალებენ. ანუ ის ან ღელავენ, ან გადარბენაზე არიან, ან რაღაც, ანუ აი თავის თავს სულთოს არ აძლევენ უფლებას, რომ აქ და ახლა იყვნენ, დატკბნენ, იყვნენ ბედნიერი. ეს ისეთ სამწუხაროა. იმიტომ რომ ისეთი პატარაა ჩვენი ცხოვრება. რაც უნდა გქონდეს, რაც უნდა მივახციოთ, მაინც არაფერი არ გვექნება, ხო აი ამას არ დავაგროვებთ აი ამ შეგრძნებებს. შეგრძნებებს ჩვენ გვაბედნიერებ. ახლა მე რო ეს მობედნიერებ, შეიძლება შენ სულ სხვა რაღაცა გაბედნიერებ, ხო? მე რაც შენ გაბედნიერებს, ის იმას უნდა მიმართო შენ, რაც მე მობედნიერებს, იმას უნდა მიმართო მე და ეს. ოღონდ არა ისეც, რაც გვანადგურებს, არამედ ისეც, რაც პირიქით გვამთლიანებს. და დავალაგო იქნა. ესე იგი ჩამოვხსენ სარეცხი და ორი პარტია ესე მეკრია. თუ შევალაგო კარებში ვინ მოვიდა? ჩემი ატიკო მოვიდა. ჩემი ატიკო. ოჯო, ჯამე. როგორი კოდი აქვს თულა. ხონი გამოენთო. ამას შეფერება დედაურა ხდებაო, რატო ეფერებაო? მე რატო არ მეფერებაო? განიჭვენებო. ისიც ცუდი ხასიათია. საწოლზე როგორც კი ამოვაოდო, ეგრევე წამოხდება ხოლმე. ესე იმაშობა, უღრენს ჭუბება. მე ჩემთან მორბისო, შენ მაგას არ მოიფერებდნენ, რომ მეფერეო. და ოტო აინუშიც არ აქცევს, არ აკეთებს, ესე დაეგდება ხოლმე. და ეს აი ახლა ციგრე არიან ნახე. ბონი. next card უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ ის დასაწყვეტებებია დავასხი. აი თვითონაც არ დამისხია. არანაირი ეფექტი მაგას არ აქვს საერთოდ. შო, გავედი. ყავა უნდა გავიკეთო, ჩავიცვა და ისევ აქ დავუბრუნდე. ეგ მსურს და ასეთი დავუბრუნა უკვე სხვადასხვა ადგილას უამრავ ადამიანს. აჰა, ბაერტო, Bizona. Qual è il bisona? Ah? Ava davra წამოდე ჩავეცო. საიდანღაც კვარნიაკი მიბე. საიდანღაც კვარ. გოგოებო ლამაზებო.
ეხლა ვარჯიშობდი და გავჩერდი სპეციალურად თქვენთვის, რომ ეს მე თქვა, გთხოვთ, გოგოებო, ძვირფასებო, საკუთარ თავს აჩუქეთ, ჯანმრთელობა, აჩუქეთ ენერგიულობა, კარგ განწყობაზე ყოფნა, ანუ ეს არის უძვირფასესი რაღაცა. ვერც ერთი ჩემ გოგოებს ულამაზ ვეუბნები, ჩემ მარათონის გოგოებს, რომ ვერც ერთი საჭმლით მიღებული სიამოვნება ვერ შეედრება. აი ამ სიამოვნებას, როცა შენ ხარ ენერგიული, შენ ხარ აი შენ თავი მოგწონს, საერთოდ ხედები, იცვავ იმას, რაც გინდა, ხარ ჯანმრთელი რო ხარ, მე გრძნობ, ენერგია გაქვს უზღვავი. აი უზღვავი მე მაგალითად იმ დროს ვლაპარაკობდით სახლში ჩვენი ოჯახის წევრები და ანუ 20 წლის ასაკში მე ამდენი ენერგია ეხლა რაც მაქვს არ მქონია 37 ხვდები წელს სექტემბერში და ამდენი ენერგია მე არ მქონია არასდროს და ეს არის სუფთად წონის რაც გამოიწვია კვებამ და ფიზიკურმა აქტივობამ დამსახურება. მქონდა ინსულინ რეზისტენტობა მქონდა 16 წლის ასაკიდან. ისეთი დაღლილობის შეგრძნება მქონდა გეფიცებით ყველაფერს ნახევარი ცხოვრება საწყალში მაქვს გატარებული, იმიტომ რომ უბრალოდ სამი რომ გავიდოით და სახში მოვიდოით, უნდა დავწოლილიყავი და всё არ შემიძლია, მე მთელი დღე უფუნქციო ვიყავი. უბრალოდ წარმოიდგინეთ. ხო და ამიტომ აი ეს არის, რა ვიცი, ხო სიძულვით აღვიქვავთ ხოლმე რაღაცა ვარჯიშს, რომ კვებას და რაღაცა როგორც რაღაც დროების, ეს არის ცხოვრებისეული. ანუ თუ გინდა რომ გაჯანსაღდეს შენი სხეული, შენი გონება, აი ყველაფერი გემოს რეცეპტორებიც კი იცვლება, ანუ შეცაკვები მომწონს, რომელიც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომეწონებოდა და რაც ძალიან მომწონდა და მიყვარდა, იმათ გემოები ისე აღარ მომწონს და კი მსიამოვნებს თვეში ერთხელ ვჭამ, მაგრამ ყოველ დღე ნამდვილად ვეღარ შევჭამდი. შესაბამისად, ჩემო ძვირფასებო, ძალიან გთხოვთ, რომ მიხედოთ თქვენ თავს ამ კუთხით, გინდა თქვენთან თუ მენტორი გჭირდებათ, შეგიძლიათ ჩემს მარათონში მოხვიდეთ, ახლა მიღება გვაქვს 70%-იანი ფასდაკლება გვაქვს, აი ზღაპრული ფასდაკლება გვაქვს, 30 ლარად გვაქვს ფასდაუდებელი მარათონი, ჩემი მარათონის გოგოებმა იციან, როგორი ძვირფასი მარათონი გვაქვს, 24/7-ზე ჩართულობით, ვართ სულ ერთად, ფიზიკური აქტივობა, კვება და ეს ყველაფერი არის გემრიელი, ფიზიკური აქტივობაც კი გემრიელია, კვებაც გემრიელია, იმიტომ რომ მე თვითონ უგემური საჭმელი არ მყავს და როგორ შეიძლება რომ ჩემ გოგოებს უგემური რაღაცები ვაჭამო, ხო? ასე რომ თუ გინდა, ადგილები შეზღუდულია, იმიტომ რომ ფასიდან გამომდინარე, მომწერე პირად შეტყობინებაში, გაწევრიანდით 16 ივლისს ვიწყებთ და წინ ჩვენი თავისკენ, აი იმ შენი თავისკენ, რომელიც შიგნით გრძნობ რო ხარ და გინდა რომ გარეთაც გამოიტანო. მე მქონდა აი ეს, რომ ჩემი აი ეს ხატი არ ემთხოვდა იმას, რაც მე ვარ. და არ გავჩერდი. დარჩენ არ გაჩერდე.